კიდევ ერთხელ გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ ბატონი დემურ გიორხელიძე, გამშვიდობისა. მადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ბატონო დემურ, ძალიან მინდოდა თქვენთან საუბარი ერთ საკითხზე. ის რომ ეხლა ჩვენთან სიტუაცია ძალიან სერიოზულად ცუდია და მე ამ შემთხვევაში ხელისუფლებას გულისხმობ. ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ამას უნდა წავიკითხეთ თქვენი პატარა ესეთი სტატია Facebook-ში და ეს ეხებოდა იმ 6 მილიარდს ინვესტიციას, რომელიც ჩამოიტანა ალაბარი, ბატონმა ალაბარი. თუ ალბარი მე უსმინე თქვენი არ იყოს, მეც უსმინე იმ ის რა ქვია ინტერვიუს, როცა იმედის ინტერვიუს, მე საერთოდ ჯერ შოკში ვიყავი, რომ ესენი აი რაღაცა აღტკინებით რო შეყურებდნენ ამ კაცს და აი არ ვიცი, ძაღლი რო კუცუკიცინებს ხო იცით, ნუ რატო კაცმა პირდაპირ თქვა და გვითხრა. მას მოსწონს საქართველო, მოსწონს ეს ძველი უბნები და 6 მილიარდის საფასურად. რა გვიჯდება ჩვენ ეს 6 მილიარდი? ჩვენ თბილის გონიო, ერთი ბეწო გონიო, სადაც მატატას საფლავია, წმინდა მატატასი. არ არის რაღაცა იმის ქვეშ, მე მაგალითად ძალიან შემეშინდა ის კატაბალახას წვეთების დავლია, იმიტომ რომ ისე ლაპარაკობდა, რომ მისი იყო მთელი საქართველო. მოდით ყოველგვარი ემოციის გარეშე, იმიტომ რომ მდგომარეობა უსაშველოდ საშიში. კი ბატონო, გეთანხმებით. ნახეთ, ძალიან შეძლებული კერძო ჯგუფი. არაბების კერძო ჯგუფი, რომელსაც დიდი ფული აქვთ, ყიდულობენ ქვეყანას, რომელიც მათ მოსწონთ. და ყიდულობენ არალეგალურად ან რაიმე მზაკრული ხერხებით, არამედ მას მიყიდეს ეს ყველაფერი. მართალია არაფრით არ იძლევიან ხელშეკრულებას, მაგრამ ცნობილია, რომ 33% აი ეს წილად რაც არის, ეს არის იქ იცით თქვენ 550 ჰექტარში ტყეპარკი არის, რეკრეაციული ზონა, ამხელა 550 ჰექტარზე გაშენებულ ქალაქს მოვლა უნდა ნაგავი, წყალი, ესენი ეს ყველაფერი ქართველების კისერზეა, ხელისუფლება მაიღო თავის თავზე. ჩვენ ამოვაძრობთ მაგ ხელშეკრულებას მალე. ანუ ამ ხელშეკრულებას მალავენ. არაფრით არ იძლევენ, არ აქვთ უფლება რომ დამალონ, მაგრამ ჯერჯერობით უარია, მაგრამ იქნება. წყალი არ გაუვა. აქ საუბარი სხვა რამეზე არის. ღიად დაუფარავად ხელისუფლებამ გაყიდაო რო თქვათ, ხელისუფლება არ არის საქართველოში. ხელისუფლება არ ქვია, ის არის ერთი კაცის მმართველობა. ნუ რაც არის, მოდი პირობითად უწოდოთ ხელისუფლება. ხო, არა, კიდე. სხვა პროცესები არის აბსოლუტურად მართული, უხიფათო, შესანიშნავად იციან, მაგრამ გონიათ, მე მგონი, რომ რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, ფაქტურად ქვეყანა იყიდება მეგაქალაქში, 2 მეგაქალაქში 10,000-ობით არაბი, ნახეთ როგორ კაცმა ღიად გითხრათ. კი, აბსოლუტურად. მითხარით რა პრეტენზიას უყენებთ თქვენ არაბებს? როცა მან თქვა, მე აქ ძალიან მაღალი რანგის ობიექტები უნდა გავაკეთო. აქ იცხოვრებს, დაისვენებენ არაბეთში მდიდარი, ინგლისში მდიდარი, ევროპაში მდიდარი არაბები უნდა ჩამოვიყვანო. ვისაც მოწონს და არა და კაი ქვეყანაა, მოწონთ. კითხა ჟურნალისტმა, ხო, ქართველებიო, ნუ ახლა ქართველები თუ ვინმე საზღვარგარეთ არის და მოახ 200-250,000 9 მილიონიანი, რო გამოჭიმო 1000 ქართველი იყიდის. ხო, სწორია, მაქსიმუმ. მაგრამ 1000 ქართველი და გინდა 2000 ქართველი არაფერ ამიდი შემქმნელი არ არის. საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე.
მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროთ რა. კიდე გეუბნები. მე მინდა ეგრეთ წოდებულ რომ მიტყვიან მხარდამჭერებს უბრალოდ ანბანური რამეებზე ვისაუბრო დანარჩენი ქართველებს თუ არ უნდათ ეს ქვეყანა ისინი მალე დაკარგავენ ამ ქვეყანას ხას უსვამ მითხარით ერთი 100,000 ახალი წევრი გაჩნდება ამ ქვეყანაში მათი გამრავლების დონე ნახეთ მათი დამოკიდებულება ეს კულტურულად უსაშუალოდ თვითყოფადი ხალხია და არ ექვემდებარებიან რა თქმა უნდა განსხვავებით ქართველებისგან რომელსაც 32 წლის განმავლობაში გამოუზარდეს გადაგვარებული სადღაც ორიენტირებული ადამიანთა დიდი ჯგუფი, მართალია უმცირესობა, მაგრამ საკმაოდ დიდი ჯგუფი, ხო? საქართველოსთვის დიდი ჯგუფი. საქართველოსთვის დიდი ჯგუფი, რომლებიც მე განსაკუთრებით მადარდებს ის, რომ ახალგაზრდები არიან მოტყუებული ხელისუფლებისთვის, ხას უსვამ, უნდა დავალაგოთ ზუსტად ყველაფერი. ოპოზიცია არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს კარგად დაპურებული ხალხია. როგორც კი ოცნებას გაუჭირდება ოპოზიცია იმ წუთში იტყებს გადატრიალებას საუბარს. ოპოზიცია მუშაობს დასავლეთის ფულზე, აქ უნდა მერე დაასაქონლონ ეს ფული, ხო სწორია? და აწყობენ ამ ვითომ გადატრიალებებს, რომელიც აბსოლუტურად კონტროლირებადია ხელისუფლების მიერ, პირიქით ხელშეწყობილია, თქვენ თუ ფიქრობთ რუსთაველზე დღეს ისევ და ისევ რო გრძელდება, ეს არ არის ხელისუფლების თანხმობით და მითითებით და მათ ინტერესებში ძალიან ცდებით. მაშინ ქართველებს გონება დაუკარგიათ. ბატონო, ნახეთ, აი ყოველ დღე 20 კაცი იჭერენ. და აი ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა საქართველოს. ეხლა მოდით კიდე ეს ერთი ხელისუფლება იყო 2012 წლიდან, ხო? მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები, ხო? პრემიერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე წლებია, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი რეაქცია ჰქონდათ ამ სეთურიძე ბრბოთ ქცეული ხალხისგან, როგორ კაცო შენ რა უკმა, შენ ალბათ ნაწყენი უნდა ვიყო, მე ჩემი ქვეყანა მინდა და არა კორუფციაში არიან ჩამჯდარი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ კორუფცია ლეგალიზებული გახადა. ყველაფერი კორუფციაში ზის, მაგრამ ერთი პირობით, ამ კორუფციიდან თქვენ ფულს რომ მიღებთ, იქ პარტიულ შავ კაცაში უნდა მიიტანოს სალაროში, იმიტომ რომ 10 და ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა აღარ მიიტანეს? აი გეტყვით აგერ. საქმე იმაშია, რომ 10 არჩევნები როგორ მოიგო პოლიტიკაში გაცნობიერებულმა ხალხმა კარგად იცის ყველაფერი, ეს არის ტოტალური დაპირისპირება, ინსცენირებული თითქოს არიქა ეს თუ მე თუ არ ვიქენი ეს მოვა ყველაფერი გაანადგურეს და ანადგურებენ ახლა უკვე კანონმდებლობით აკრძალავენ პროტესტის რაიმე ფორმა იქნება დასჯადი და რა გამოვიდა თქვენ ხედავთ ესე რომ ადვეტუგვიან იქამდე მივა მე მაგალითად ძალიან კარგი ინფორმაცია მაქვს სანამ ეს ვითომ ბრძოლა დაიწყებოდა არავითარი ბრძოლა არ არის ხალხმა რომლებმაც მოიპარა ფული ლეგალიზებული მოპარვის პირობებში და არ მიიტანა იქ სადაც საჭირო იყო ყველას მაგრამ მე ხო ვიცი რა დაიმალება ამ ქვეყანაში ვიწრო წრეში ხო წლების განმავლობაში ვის რამდენი ფული აქვს მიტანილი და გამოუშვეს მითხარით სამართალი არ არის ჩვენ მივდივართ ფეოდალიზაციის გზით ნეოფეოდალიზმი იქნება კანონები ისე მიდის რომ პარტიებს თვითონ ნიშნავენ ხო ხედავთ ის ვინცაც დაადებენ თავზე ხელს რომ აი შენ იქნები ოპოზიციური პარტია ხომ არავითარი პარტიული ცხოვრება ქვეყანაში არ არის ეს ხალხი რომელებიც ატყუებენ იმ ხალხს ვინც გულწრფელად მიდის რუსთაველზე ბევრი მიდის გულწრფელად მაგრამ საქმე არის გაყიდული ეს ერთი ჯგუფია რომელიც ინარჩუნებს ხელისუფლებას ისინი კმაყოფილი არიან ფული ბევრია აქაც ფული ბევრია არაკლიათ დაფინანსება მე ახლა არ დავიწყებ ვის რამდენია გაღებული მათ შორის ცნობილ
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წყალებში, ხო? მაგრამ ეხლა რა არის, იცით, ეხლა სხვა რამეა. ხელისუფლება მივიდა იქამდე კანონმდებლობის ცვლილებებს იწყებს ახლა, რომ საერთოდ პროტესტი იყოს დასჯადი, ვერავინ ხმარო ვერ ამოიღოს. აქ იქნება ერთი კაცი, რომელიც განაგებს სიტუაციას, ყველაფერი იქნება გასრეცილი, პოლიტიკური პარტიები ესენი, მხოლოდ მომსახური ამ ნეოფეოდალისა და ქვეყანა რაკი ქართველი დატესტეს ამ წლებში და ეს არის გამოუსწორებელი ქართველი გამოუსწორებელი. მეხდით ხო? ის თავისი კულტურა, თავისი წინაპარი, ხსოვნა, სარწმუნოება ესენი ეს ვერაფრით ვერ ამოშანთეს და მაშინ დაისახა შესანიშნავი გეგმა საქართველოს ისეთნაირად დაცარიელ ქართველებისა, რომ მათ არაფრით თავი აქ არ კონდეს. ბრწყინვალეთ მე ხას უსვამ, მე არავისგან არაფერი არ მძინდა. მე არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ ვიცი, მე ვიყავი და რიგითი არ ვიყავი და ეგერ არის 4.5 წლის განმავლობაში ყველაფერი ჩაწერილია, რაც ვაკეთებდი, ხო? მე არაფერი არ მინდა, მე კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას. ხას უსვამ. პირველი პროექტი, სადაც ხელისუფლებამ თუ ვინც არის ხელისუფლება გვითხრა, მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს. მითხარით ეხლა, აქ რომ ორი მეგაქალაქი აშენდება, ქართველების დემოგრაფია და გასწორდება. რა ადგილზე უნდა აშენდეს? ეს არის ფონიჭალა და კწანისის მიდამოები 550 ჰექტარი და მეორე და გონიო 250 ჰექტარზე არის საუბარი. ეს იქნება ძალიან სერიოზული ფეშენებელური მინი ქალაქი, ანუ თბილისში ქალაქი და ამას აკეთებენ არაბები. რა საჭირო იყო? ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაარსებული ფონდი. ხო გახსოვთ? აღარ ბაჩიაშვილი რო ყავდა ვიყავ. მე ერთხელ ვიყავი ერთმა ცნობილმა მეცნიერმა მთხოვა ფონდი ახალი გახსნილი იყო და ილუზიებში იყო კაცი რომ აქ ფონდი რაღაცა საქმე და ნუ გავყევი ახლა რა და მაშინ ნახე პირველად ბაჩიაშვილი და რა აზრიც მქონდა, იმიტომ რომ რა ფონდი, სიაფანდი ფონდია, რაიმე გააკეთა თავისი რაღაც კრიპტოვალუტების გარდა არაფერი ხო და ეხლა ეგერ ის ახალგაზრდა კაცი რომელიც მე კიდე გეუბნებით მე იმას ასისტენტადაც კი არ ავიყვანდი იმ საქმეში რომელსაც მე ვაკეთებ მაგრამ ასე იყო მისი საკადრო პოლიტიკა ასეთია არაფერი ხო ერთი წლის წინ ამერიკაში მყოფმა ქართველმა შესანიშნავი ახალგაზრდა არის თხოვა რომ თქვენ როგორ ფიქრობთ რომ ბევრი ქართველი 100,000-ობით ქართველი ამ ვალების გამოა წასული იქ 1% თუ არის პონტისთვის მაბატიეთ ამ სიტყვისთვის რომ ევროპა და ამერიკა თორე გაჭირვება წაიყვანა მათ ბინის აქ რაც ხდება აქ ბინას ყიდულობენ რაღაცა და მან და მე გავახმიანე ეს ის რაც არაბები აკეთებენ ახლა მე თქვი შენ ხო ხელისუფლება ხარ შენ ხო ამ ქვეყნის ხელისუფლება ხარ არ არიან ამ ქვეყნის ხელისუფლება ხარ უდა ის დაბეჭავებული ხალხი ყავთ მხოლოდ მხარდამჭერები და ფულზე რა თქმა უნდა ფულზე გაყიდულ ავაშენოთ ქალაქი სახელმწიფომ გაიღოს რაღაც წილი დანარჩენს თვითონ ქართველი მოსურნეები ჩადებენ ფულს მივცეთ ვადა შემდეგ სახელმწიფო რაც დაეხმარება დავუშვათ 25% ყოფილიყო სახელმწიფოსი დანარჩენი ხალხი თვითონ დააფინანსებდა ვადას მივცემდით მე ყველაფერს გამოისყიდნენ და სახელმწიფოს დაუბრუნდებოდ აგვეშენებინა ქალაქი სადაც ქართველებს დავაბრუნებდით რა განსხვავება იმ იდეას შორის რომელიც იმ ახალგაზრდა კაცთან ერთად მე გავახმიანე და გაუკუღმართებული პროექტი რომელსაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არაბებს აძლევს ხაც გეუბნებით აძლევს ყიდის
არაბების 100,000-ობით ადამიანს რა გადაფარავს საქართველოში. შარშან 250,000-მდე ქართველი გავიდა ქვეყნიდან. წელს ნახავთ თქვენ სტატისტიკას 200,000-ზე ნაკლები არ იქნება გასული ქვეყნიდან. ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი? გადაფარვა მიდის. კორუფციასთან ბრძოლა ეს არის პარტიის კაცას შევსება, მიხდით ხო? კაცი რომელმაც აიღო ქთამი, რომელიც მას ნება აქვს დართული, მაგრამ მან უნდა იცოდეს რა მიიტანოს, სადაც მისატანია, არ მიიტანეს, იმიტომ ფულმა გაღორება იცის ადამიანებისა. ხაც უსვამ, სანამ ეს წიაკი დაიწყებოდა, წლების წინ მილიონობით ფული მიატანინეს მათ მიერ დანიშნულ ხალხს და არა სამართალი დადგა. არამედ აქ სხვა თემებია. აქ სხვანაირი სახელმწიფო აგებული. კაზინოები უზარმაზარ ფულს რეცხავენ, პროსტიტუცია, ნარკოტრასა, რამდენი დაიჭირეს 250 კილოგრამი, ხო, მან ბოლოს. სხვათა შორის 250 კილოგრამ გეროინს, ტრაცა თუ არ არის გიჟი, ეს არის უზარმაზარი ფული. ვინ ტრაცა თუ არ იყო, როგორ მაგრამ ჭირდებოდათ ახლა ხმაურისთვის, ყველას დაიჭერენ და ყველას ფულს აახევენ. მოდი პირდაპირ სიტყვა დავარქვათ ამას. ესე იგი, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლებს, მაქსიმუმ მე 7 წელს ვამბობდი, მაგრამ ისეთი ტემპია აღებული, რომ 5 წელიწადში ქართველები ალბათ ეროვნულ უმცირესობაში გადავლენ და ამით დამთავრდება ქართველების ისტორია საქართველოში. თუ არაფერი შეიცვალა, ხას უსვამ. მე ძალიან კარგად ვიცი ქართული სიტუაცია, ჩემი თვალთახედვით, იმიტომაც გავაკეთეთ რაღაც ინიციატივა, რომ გადარჩენილი ღირსეული საღი ქართველები ერთად მოუყაროთ თავი და ამ ქვეყნის გვერდით დავდგეთ, წლებია ვიძახი, ეს ქვეყანა იქნება დასაცავი. ხაც უსვამ, მე არ მაცხოვრობ, მე არავისგან არაფერი არ მჭირდება. მე ჩემი პოზიცია არის ჩემი ადამიანური ვალდებულება, მე ვარ უფროსი თაობის ადამიანი, რომლის უკან არანორმალური შრომა, მე კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ, გეუბნებით, ქვეყანა იყიდება. ღიად ამიხსენით, ერთი ქართველი ნორმალური კაცი მანახეთ. აი ნახეთ 6 მილიარდი გადახთილია. 6 მილიარდი არ არის, 60 მილიარდით იქ ააშენებს, ყველა ვით მოყიდა. ხო და 6 მილიარდი აღება, ხო და ამას ვამბობ. ეს ტენდენცია როგორ უნდა შევაჩეროთ, როდესაც 6 მილიარდი უკვე გადახთილია? ძალიან მარტივად. როგორ? არის მზადდება ნიადაგი ახლა და ძალიან ცნობილი იურისტები, კვალიფიცირებული ამზადებენ, მაგრამ ხელშეკრულება უნდათ, რომ სასამართლო გზით ჩვენ შევაჩეროთ ეს ქალაქები არ უნდა აშენდეს, ხას უსვამ. ქართველთა რესურსი არ ეყოფა თავის გადარჩენას. თუ ეს ორი პროექტი პილოტი პროექტი გაკეთდა, ღიად გითხრეს თქვენი პატრონი დედაც, ჩვენ ვყიდით ამ ყველაფერს. შემდეგ სხვა ახალი იქნება ქართველებისთვის რა? ქართველები იქნებიან რა? დაქირავებულები, ხო? შავი სამუშაო ხო არის გასაკეთებელი? ზიად გამსახურდია გენიოსი იყო, როდესაც მაშინ სახალხო ფრონტმა დაიწყო ამ ტურიზმზე ლაპარაკი, მახსოვს ზიადმას თქვა, ტურიზმზე თუ ჩამოეკიდება, მხოლოდ ტურიზმზე საქართველო, მაშინ საქართველო დაიღუპება, იმიტომ რომ მთელი საქართველო ლაქიად გადაიქცევა. მე ახლა რო უყურებ ამათ ეკონომიკურ წინსვლას, ესენი ჩამოკიდებულები არიან, არა, წყალებში ვამბობ. თავიდან ბოლომდე რომელი ხო და რას ვამბობ, იცით რომ ისინი ჩამოკიდებული არიან ძირითადად ტურიზმზე და ეს გონია. ზვიადი არ იყო ეკონომისტი, მაგრამ ის იყო ქართველი განათლებული კაცი, რომელმაც იცოდა, რომ ისეთ საზიზღრობას, რასაც ბიზნესი ქვია, ტურიზმი რასაც ქვია, რომელსაც ჭირდება თავისი ინფრასტრუქტურა, ჭირდება თავისი ბორდელები, ჭირდება თავისი კაზინოები, ჭირდება სხვა ბევრი რამ, ნარკოტიკი ჭირდება.
რაც აკეთებენ ტურიზმი უნდა იყოს, მაგრამ ისე არა რომ მთელი ეკონომიკა ჩამოეკიდოს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საოცარ ქვეყანაში იქნება ერთი სექტორი ეკონომიკისა, რომელსაც წესიერი მართვით შეუძლია სერიოზული შემოსავლები უყოთ, დიფერენცირება უნდა. ნახეთ, არაბა მეორე რა გითხრათ, ძალიან გარკვევით 8 მილიონი ტურისტი შემოვიდაო, ხო, საქართველოშიო, მაგრამ ჩვენ რასაც ვაპირებთ, 16 მილიონი უნდა შემოვიდაო. ამიხსენით თქვენ ქართველებს მივმართავთ. ან გონება დამთხეული, ვინც ამ განდაშენებას უჭერს ხელს, ან და ამიხსენით 16 მილიონი ტურიზმი და ის მდიდარი არაბები ამას მართლა შემოიყვანებენ, იმიტომ რომ აწყობენ ამ იმფრა როგორ უნდა მოემსახურო დაუშვათ გადაწყვიტე რომ მომსახურე გინდა ტუალეტს გაწმინდა იმას გაწმინდა მეტი არაფერი ამ ქვეყანაში შენი საქმე განათლება გაგინადგურეს ნახეთ ახალგაზრდები რაც დაამსგავსეს ხო ესე იგი როგორ უნდა გაუძლო სად ნახეთ თქვენ 16 მილიონი კაც 1.400.000 კაცმა მოემსახუროს ესე იგი მომსახურება შემოვა ხო ხალხი შემოვა მთელი თქვენ რა იქნებით ამ ქვეყანაში სიტუაცია ძალიან სერიოზულია აქ არის მე ძალიან კარგად მესვი ადამიანს გონება რომ წაუხდება და მონა გახდება ფსიქიკურად ფსიქოლოგიურად ხო ხმური მაინც თავის ბელაც რომ მიჩერებია მე ამ ხალხისთვის არ ვსაუბრო არა იცით რა არის მაგალითად ახლა საქართველოში მე ვიცი რომ ბევრს გაუხარდებოდა იმიტომ რომ სასტუმროები აქვს რაღაცეები აქვს და ფიქრობენ რომ თავს გადავირჩენთ რომ ჩვენი ეს ბიზნესი ამუშავდება მაგრამ რის ფასად ხო არ ხდება ქართული მიწის ფასად და ის რომ შენ უმცირესობაში იქნები აი ნინო ეს არის უკვე გაუნათლებლობის ბრალი ეკონომიკა კატასტროფის მდგომარეობაშია სწავლება ქვეყანაში სულ რამდენიმე კუდრაჭა უნივერსიტეტშია ეკონომისტი სპეციალობით რომლებიც ნული ხასუსა ვისაც გეწყინებათ საჯაროდ დაგიჯდებით თქვენი საუკეთესო სტუდენტი მოიყვანეთ წიგნს გადაუშვი სახელმძღვანელოს თუ წაიკითხავენ რა წერია შიგნით სისულელებზე ალაპარაკი ბატონო ხა ძალიან სუთქვა გამიჩერდა ეხა რატომ არა მესმის მაგრამ ძალიან პატივს გცემს და კიდე მე ვსაუბრობ იმაზე რომ წარმოიდგინეთ რა ხდება ვინ იქნებით ამ ქვეყანაში არავინ არ იქნებით არავინ არ დაგტოვებთ აქ იმიტომ რომ გაუსადლისი მდგომარეობა იქნება არა მან თვითონ თქვა იმ კაცმა რომ მე აქ ჩამოვიყვან ჩემ აბა რა სიზამს თავისი ოჯახებით ისინი აქ იცხოვრებენ დასახლდებიან ან დასასვენებლად არა და მე გონიო ძალიან აჭარა ხო იცით აჭარა ძალიან ისეთია სათუთია ჩვენთვის მე არ ვიცი რა თბილისი ხო სათუთი არ იყო ქუთაისი არ არის სათუთი მაგრამ თბილისი რას დავამსგავსეთ გასაგებია ხო ეხლა კიდე რა იქნება წანის ის ძველი ხო და თქვა ეს ძველი უბნები მომწონსო მე რატო არ მოიწონება ფული უამრავია და აი ხა ნუ თუ მარტო ჩვენ დავინახეთ საშიშროება მე დავიჯერო რომ სხვებს არ გაუჩნდათ ესეთი მოდით ეხლა გავაკეთოთ ამიტომ ამბობ მე ყოველგვარი ემოცივი გონით ამიხსენით 100,000-ობით ოჯახით რომ არაბი ჩამოვა და დასახლდება აქ თავის სახელკარში გამრავლების რაოდენობა თავისთავად ხადე ხო რამოდენიმე წელთან ერთად რომ ჩამოვა იმიტომ რომ ამ არაბებს იმ პირველ თაობას 70-იან წლებში როცა აღმოაჩინეს ნავთობი საკუთარი ხალხის წინაშე აღმოაჩნდათ კოლოსალური პასუხისგებლობა ხალხი ბედუინები მომთაბარეები თავიანთ მიწაზე ზღაპრები ააშენეს ხალხს ფული ჩაუდეს და ასე ყველაფერი ხო ქართველებმა რა გააკეთეს დედაუტირეს თავის ქვეყანას გაყიდეს დალეწეს გაანადგურეს და ეხლა უკვე
ყიდიან. აი გამოსავალი, რა უნდა იყოს? აი ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, მე კიდევ ამბობ, ეხლა შეიძლება ვიღაცამ დაგვრჩინოს, რომ ნეტაი თქვენ რაზე ლაპარაკობთ, ხალხი ამოისუნთქებს, მაგრამ მოისუნთქებს. ხო, მაგრამ მე რა მაინტერესებს? ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ამით ამოისუნთქებს, არის გონება დამთხვეული. ხაც უსვამ. გონება დამთხვეულია, იმიტომ რომ იმდენად გაუნათლებელია და იმდენად არ ესმის რა ხდება, მას მიაჩნია, რომ მისთვის კეთდება რაიმე. კაცო, ხო გითხრათ, კაი ჩემი ვისაც არ ჯერა 100 წელი არ მაინტერესებს. მე ვესაუბრები საქართველოს, რომლებიც ბევრია. კაი, გამოსავალი. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის? ხაც უსვამ. ხელისუფლება არის ატროფირებული, კონცენტრირებული ერთ ადგილზე. პარტიები განადგურებულია და ქთამშია ჩაფლული პოლიტიკურ კორუფციაში და ზუსტად იმას აკეთებს, რაც ჭირდება. კი, მაგრამ ყველა პარტია ასე არ არის, ბატონო დემო. უმრავლესობა შეიძლება იყოს გარკვეული ნაწილი. რაც არის ის ჯერ ძალა არ არის. ამიტომ რა კი პარტიული გზით ჩვენ ვერ ხედავდით აქ ბლოკირების საშუალებას, ჩვენ მივმართეთ ქართველებს საღ შეუშიშარ და ამ ქვეყნის მოსურნე ქართველებს. დავდგეთ ერთად, დავდგეთ ამ ქვეყანას გვერდით. შემგვერდით თქვენ, მეც თქვენ გვერდით ვიქნები. აი დაგიდგათ ხალხი გვერდით. დიახ. ეს იქნება ძალა და ამ ყველაფერს წინააღმდეგობა თუ არ ექნა. და რითი უნდა გაუწიო? რა სახის წინააღმდეგობას გულისხმობ? წინააღმდეგობა არის, როდესაც შენ შეგიძლია ხელისუფლებას აგრძნობინო, რომ ეს ძალა, რომელიც თუ იმ მოთხოვნებს არ შეასრულებ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს, ამ ხალხის მომავალს, მაშინ გადავა სხვა ტიპის წინააღმდეგობა. და ყველა კანონს იღებს იმისთვის, რომ აი სხვა ტიპის წინააღმდეგობაში რო არ გადავიდეს, გამოიყენოს აი ეს თავისი. ამიტომ შესანიშნავად იციან ხელისუფლებებმა, ახლანდელმა ხელისუფლებამ რას აკეთებენ. ნაცმოძრაობა და ეს შეერთებულია, ერთად არიან. 47 დეპუტატი პარლამენტში ნაცმოძრაობის არის, ოცნების. ეს ხო დოკუმენტები ყველაფერია. ყოფილი ნაცები. ყოფილი შემთხვევითი არ არიან იქ. სამინისტროებში ყველგან ასია, სასამართლოებში ყველგან ასია. ეხლა გააუქმებენ ნაცმოძრაობის მარგინალურ ნაწილს, ასევე სხვას მიაყოლებენ, რომლებიც უკვე გამოყენებულია და როგორც მაპატიე, მაგრამ უხეშად, როგორც განდონი გამოიყენეს. ბატონო, დიახ და გადააგდეს. ეხლა რაც იზამენ. ეხლა აიგზალება პროტესტები, ანუ დასჯადი იქნება. 4-5 წლის შემდეგ მთელი ეს კონსტრუქცია იქნება ფორმირებული და შემდეგ ყველაფერი კანონმდებლობის დონეზე მომზადდება ისე რომ წინააღმდეგობის საფუძველი მოიკლას. ხო დაინახეთ და ამ დროს თქვენ ამბობთ რომ ჩვენ უნდა გავერთიებოთ რომ წინააღმდეგეთ. ისინი გამოიყენებენ ყველანაირად. გამოიყენონ. რას უზამენ ერთად შეკრულ საღ ქართველებს მაინტერესებს ჩვენ ხელი მოწერილი გვაქვს ჩვენს ფიზიკურ ყოფაზე. ჩვენ არ ვერიდებით ამას. რა უნდა მიქნან, კიდე გეუბნებით, მე რა ფულს გთხოვ, შავ ფულს გთხოვ, მე ძალიან კარგად ვიცი ბიზნესებში ვინ პოლიტიკის დონეზე რა ფულს ითხოვდნენ, ხო? მე ფულს არ ვითხოვ, მე თანამდებობა არ მჭირდება, მე პარტია არ მჭირდება, მე არჩევანი არ მჭირდება სადმე, მე გეუბნებით, ამ ქვეყანაში მალე აღარ იქნებით. არ ვიქნებით ერთად? ვისაც ეს ქვეყანა გინდათ? თუ არა და კიდე გეუბნებით, მე ნიშნის მოგებით ვერ დაგელაპარაკებით ეს ქვეყანა თუ დაიქცევ, ეს ქვეყანა დაიკარგება ქართველებისთვის, იმიტომ ქართველებმა ჯერ ერთმანეთის მოსმენა და პატივისცემა ვერ ისწავლეს. მოსმენა საღად მსჯელობა პრობლემაზე. პრობლემებში არიან გახვეული. ერთი გადასარევად აი თუ არ დაცლილია ქვეყანა, უამრავი ხალხია გასული. ქართველების არ მორიგებაზე. ამ ცარიელ ადგილს და ამ შესანიშნავ ქვეყანას ავსებენ.
ბატონო დემო შეძლებული ადამიანები აი რიბენტროფის სიტყვებია თუ არ ვწდები როდესაც ლაპარაკი იყოს ხო რიბენტროფი ხო იყო სტალინთან ჩამოსული და რომ დაბრუნდა აი რა ქართველებზე მას თქვა რომ საქართველოში ყველა ქართველი მეფეთ არის დაბადებული მაგრამ მეფის ადგილი ერთი აქვს და ეს არის ჩვენ იმ კაცმა გაიგო რამოდენიმე დღეში ეს რა იცით გაიგო მართლა ესე მოდით პირდაპირ ვთქვათ ეს იცის უმწიფრობამ ამ დონის ქიშპობა არის უმწიფრობის ბრალი ადამიანები ვერ ჩამოყალიბდნენ როგორც საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეები ამ დროს ძალიან დიდმა ნაწილმა დაკარგა ქართული კულტურის ქართული საქართველოს აღქმა მას ამ დამპალი იდეოლოგიით მოახვიეს და თურმე ეს რა არის საქართველოს ეს ხო წარსულია კულტურა წარსულია ღირსება თუმცა თუ რაღაცა ესე იგი შენარჩუნება თუ საქართველოს რაღაცა ეხმარება ეს მაინც ჩვენი წარსულია ჩვენი ღირებულებებია ჩვენი რელიგია მართლმადიდებლობა ამიტომ ვამბობთ მე დარწმუნებული რო არ ვიყო რომ საქართველოს უდიდეს ნაწილში საღია მართალია ძალიან დამცირებულია ძალიან შეურაცხყოფილია გაღარიბებულია ეხლა ჩვენ გვინდა ყველა ადამიანს ჩავბეროთ სულ მე პირადად ყველგან ჩავალ სად სოფელში ორმა კაცმაც რომ თხოვოს იქაც ჩავალ რომ მათაც სული ჩავბერო რომ მათ გარეშე იმ ორი კაცის გარეშე ეს საქმე არ გაკეთდება. აი ნახეთ რაშია საქმე. მე აი რაღაცა წკიპზე არ არის მისული ვითარება. აი ნახეთ თქვენ რასაც ამბობთ, ხო? რაშია საქმე. ეს ხალხი ითმენს მაინც, ხო? ნახეთ. ესე იგი რაღაცა მოთმინების ღრამდე. აი ნახეთ, აქ არის სწორედ ის კოლოსალური საფრთხე, როდესაც ამ 13 წლიანმა წნეხმა ამ დამპალმა იდეოლოგიამ ამ თახსირობამ ქვეყნის შიგნით კორუფცია ყველაფერი და ამ ბელადო მანიამ ადამიანებს დაუჩლუნგა რეალობის აღქმა, როდესაც ყველაფერი გახდება ცნობილი, ყველაფერი იქნება გვიან. ამიტომ მე გითხარით ერთხელ გავიმეორებ, მე 5 და 7 წლის მერე თქვენთან არ მოვალ გადაცემაში, იმიტომ რომ ამას არანაირი აზრი არ ექნება და ეხლა თუ მოვდივარ და ჩემ გადაცემებსაც ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს უბედურება ხას უსვამთ. კიდე გეუბნებით. აი თქვენ მარტო რო დარჩებით, ყველას მიმართავ ეხა. სარკეში ჩაიხედეთ, თქვენ თავს დააკვირდით და მითხარით. აქ რომ ორი უზარმაზარი ქალაქი აშენდება და უდიდრესი ხალხი ჩამოვა თავისი ცოლში და თქვენ დიდი ბოდიში ვინ იქნებით ამ ქვეყანაში? ამის შეგნება რა თუ ბიძინა გიშველი, თუ მიშა გამოვა და მიშა გიშველით კიდე აი ამ მომხდარ ფაქტზე მე ფული გადაყრილია ეს მომხდარი ფაქტია ეს როგორ უნდა თუ სასამართლო წესით არ გაჩერდა ან ძალა არ დაუპირისპირდა ამას რომ ამის ნება დართული თუ ეს ორი პროექტი გაკეთდა ეხლა ნახეთ გუშინ რა შემოაგდო პრემიერ-მინისტრმა რომელიც დღეს არის და ხვალ არ იქნება 10 წლიანი განვითარებაო, ესე იგი 10 წელი უნდა კიდე რო იყოს იქ და 13 წელი რო არა 10 წლიანი განვითარება, რა განვითარების პროგრამა ნახეთ ხალხი რა დღეშია, ნახეთ განათლება რა დღეშია, ნახე მე განათლების ის ეროვნული კონცეფცია და თქვი ჩემს გადაცემაში თავზე დაახიე, ვინც მაგი გაგიკეთა, აზზე არ არიან რაც აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს სათავისოდ აკეთებენ, ყველაფერს აკეთებენ სათავისოდ, პარტიებს თვითონ მისცემენ კურთხევას არა ყველა პარტია ამას ვერ მოახერხებენ ბატონო როგორც თქვენ შექმნით რაღაც გაერთიანება ისე არის პარტიები კიდე გეუბნებ მე პარტია არა ვარ მე პარტიული ძალა თუ არ აიკრიბა რა პარტია კი ბატონო გააკეთოთ მაგრამ ძალა პოლიტიკაში ძალა თუ არ ახარ ვერაფერს ვერ შეცვლი არა ძალა და პარტია ერთმანეთს ხელს არ უშლის თქვენ რა გონიათ არჩევნებით ადგებით და ამ ხელისუფლებას არჩევნებით ჩაანაცვლეთ? აი ამას ამბობენ მოწოდება გადატრიალებისგან იქნება არავითარი გადატრიალება არ უნდა. ჩვენ თქვით ზუსტად რა უნდა გაკეთდეს. გავიმეორებ. არავითარი გადატრიალება. თუ ამ ხელისუფლებას ხო უჭერს ხალხი. მოდით ასე გავაკეთოთ.
ასე გავაკეთოთ. პირველი რაც არის კანონიერება უნდა აღდგეს ქვეყანაში. ის რაც დამხობილი იქნა ძველი ხელისუფლების მოყვანა კი არ არის ხელისუფლებაში ეს არის პოლიტიკური, იურიდიული და სამართლებრივი და ამის მექანიზმები არსებობს. ამის შემდეგ დაინიშნება ერთობლივად ახალი არჩევნები ეს მთავრობა გააგრძელებს როგორც დროებითი მთავრობა ყველაფერი გაგრძელდება როგორც დროებითი საარჩევნო კანონი და ეს თახსირობა რასაც CSKO ქვია ახლა რაც არსებობს დამუღამებული რო აქვს ყველანაირი თახსირობა როგორ უნდა გაყალბდეს კარგად დატრენირებული ხალხია შემუშავდება კონსენსუსის საფუძველზე გაუყალბებელი საარჩევნო კანონმდებლობა ყველა შეთანხმდება თამაშის წესებზე არჩევნები ჩატარდება ვინც გაიმარჯვებს ხმასაც ვერავინ მე ოცნებას ძალიან გამოთქნა ხო გაქვს ხალხის მხარდაჭერა არავითარი ხალხის მხარდაჭერა არა გაქვს თქვენ კონსენსუსის პირობებში ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებთ ამიტომ არ აკეთებენ ამას ძალა ამას აიძულებს ჩვენ ვამბობთ შეთანხმებული რეჟიმი ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია ქართული კულტურა თავისი წიაღიდან ამომავალი ტრაექტორით უნდა ვითარდებოდეს ქართული ენა ხელშეუხებელია ეს ფანტასტიკური რამეა ქართველი ხალხი ამათი მატარებელი ქართველი ხალხი თუ არ გინდა ენა მამული სარწმუნოება სად წაიღებ ერთი მაინტერესებს მამული ენა სარწმუნოება ესე იგი ვაიმე ბატონო თუ ეს ყველასთვის კი ბატონო შენ ლიბერალი ხარ მეუბნები და კარგად გააკეთე ღმერთმა ხელი მოგმართოს თუ ეს შენთვის ძვირფასია იყავი ლიბერალი ჩავატაროთ კანონიერი შეთანხმებული არჩევნები გაიმარჯვებს ოცნება ხმასაც ვერავინ არ მოიღებს ბატონო დემო მათქმენით ერთი რაღაცა მახსენდება რუსული გამოთქმა რა ხატის ნივრედნა ეს ძალიან კაია რასაც თქვენ ამბობთ მაგრამ მისაღწევად არის როდესაც გართმევენ ქვეყანას თუ ისეთი დაძაბუნებული ხარ რომ შენთან საღი ნაწილი არა ამისი გააზრება მათთვის სამშობლოს წართმევა არ ნიშნავს ის 2 მეგაპოლისი სამწუხარო რეალობაა რა ისინი იმედით უყურებენ ამ ფაქტს ხო აი რა ესე იგი გონება დამთხეულები არიან კიდე გეუბნებით როგორც გინდათ ისე მიიღეთ გინდა შეურაცხყოფათ რაცაც გინდათ მორიდების დრო არ არის კიდე გეუბნებით 100,000-ობით არაბი აქ ორ ქალაქში იცხოვრებს და შენ იმედი მატატა საფლავთ იმაში მატატა საფლავსაც ამოგითხრიან და ყველაფერს ამოგითხრიან მაგას რო გააკეთებენ მიყვებიან კიდევაც ზედ ხოდა ამ გზაზე უკვე შედგნენ ფეხი გაყიდეს სამწუხაროა ხო რამდენი 10,000-ობით ჰექტარი არის გაყიდული ყველა დოკუმენტი მზადდება, ბევრი ამოღებულია, ბევრი იქნება. აქ ძალა თუ არ იქნა, აი ძალა დაკავებული ამ დოკუმენტებით ამ ხელისუფლებას მოთხოვს იმას, რაც ქვეყნის მომავალ სჭირდება. არ იქნება ძალა, არ იქნება ქართველი ამ ქვეყანაში, სადაც გინდათ, იქ რომ იტყვიან ატყუეთ საკუთარი თავი, რომ რა იქნება, კაი, აღარ იქნებით. 1,430,000 ქართველია საქართველოში. დანარჩენი გასულია. ვერ გაიგეთ? 28% ქართველი ქალი საქართველოს მოქალაქე ქალებს შორის არის ფეხმძიმე. 28% ფეხმძიმე ქალებში. თან ცოტა საქართველოში დღეს ფეხმძიმე ქალებში 28% არის ეთნიკურად ქართველი. ვერ გავიგე მე? არაბები გაგიმრავლებენ ქართველებს? მითხარი ვერ გავიგე. 6 მილიარდი თუ ბიძინა ივანიშვილი დემოგრაფიას მიხედავს და სად ერთხელ ახსენეს რაიმე მთავრობა, რაიმე დემოგრაფიაზე თქვა კიდე გეუბნებით, პოლიტიკა არის ასეთი, ქართველი აქ უნდა დარჩეს სიმბოლური ნაწილი, დატოვებენ 300,000-მდე ადამიანს. მეტი არავინ, სად იქნება ეს 300,000? ტუალეტები, კანალიზაციები, ნაგავი, გასატანია, გამოსატანია, რესტორნებში მომსახურე პერსონალია საჭირო, ესენი და ეს არის საქართველო.
ეს მომავალი გექნება თქვენი შვილებისთვის გინდათ მომავალი ასეთი მე არ მინდა ჩემი შვილებისთვის მომავალი და რომ არ მინდოდა იმ შუქურას დროს სახკარი და ყველაფერი გავყიდეთ მე და ჩემმა მეუღლემ რომ ჩემი შვილებისთვის ჩაგვედო რომ ისინი ამ უბედურობის გამო რაშიც ქვეყანა იყო არ დაზიანებულიყვნენ ხო მე ეს გავაკეთე ეხლა მინდა ჩემი შვილიშვილები და შვილები ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და მინდა გავიხარო ამ ცხოვრებით მაგრამ გამორიცხული გაქვს შანსი არა გაქვს მე არაფერი ზედმეტი არ მithქვამს კარგად არა ხართ თქვენ ისე ინფორმირებული ძალიან ცოტაა ინფორმირებული იმ დონეზე ადამიანები როგორიც მე ვარ ინფორმირებული ასე მოიტანა ცხოვრება ამით უპირატესობას არ ვგნობ ეს მალაბ ჩემი პირადი პასუხისგებლობა მალაპარაკებს მამა ჩემის და ბაბუა ჩემის ხსოვნა მალაპარაკებს ფანტასტიკურ ხალხში გავიზარდე კიდე გეუბნებით ვის მიჩერები ხართ რაც მიჩერები ხართ დათვალეთ რამდენი ხართ ზაგეშველებად გაეროში გითხრეს 2032 წლისთვის მომაკვდავიერი ხარ და იქნები უმცირესობაში 2032 წლამდე ვერ მივაღწევთ ჩვენ ვერ მივაღწევთ რა არის გაუგებარი აი იმ ორ მეგაქალაქში სახელმწიფოს კუთვნილება წილი არის ის რეკრეაციულ ზონას ტყეპარკი რო არის ხო იცით იმას უნდა მოვლა კანალიზაცია ნაგვის გატანა მომსახურება ელექტროენერგია კომუნალურები ეს აქ აღებული აბა ის არაბი 60 მილიონს როდებს მილიარდს როდებს იქ აშენებად იქ რა თავის პრესტიჟულ მყიდველებს და იმათ ამეთი ხო არ დააკავებს ამას ეს აიღო საქართველოს ხელისუფლება მანუ მომსახურე იქნება ამ ორი მეგაპოლისისა 33 აიღო ამაში რაში ჭირდება არაბს შენი რეკრეაციული ზონა და კიდევ იქ კანალიზაციებზე და ტუალეტებზე და ამგენზე და იმგენზე იფიქროს კაცი მოდის აშენებს მოემსახურები გაყიდის ალბათ ვიღაცა ქართველებიც მიიღებენ რაღაცა გროშებს მაგრამ ეს არ იქნება ის ფული რომელთაც თუმცა დღეს რო უყურებ ქართველს ხო ხედავთ ყიდის ყველაფერს და იღებს ქთამს უმოწყალოდ ხო და იგიც ავიწყდება რომ ქთამს რო იღებს რომელიც ნებადართულია მე შემთხვევით არ მითხრა ერთი საერთო მეგობარი გყავს ერთ-ერთი რას ნიშნავს ნებადართული ქთამი აბა ასე ამ სისტემას ვერ შეინარჩუნებ თუ ადამიანებმა ქთამი არ აიღო ამ სისტემას ვერ შეინარჩუნებ მაგრამ დაჟჯის მომენტი ისა რომ ქთამს რო იღებ უნდა იცოდეს სად მიიტანო ის წილი რომელიც აუცილებლად უნდა მიიტანო თქვენ აზე ხართ რა ქვეყანაში ცხოვრობ? ბატონო დემურ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილს ედავებიან რომ პრემიერობის დროს მან ბიზნესი, ესე იგი მე სხვა რაღაცას გეკითხებით. მაშინ აი ნანა დევდარიანსაც ვკითხე და უსიეს კითხვა. მაშინ მე მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი რო იყო, მთელი თავისი აქტივები ვის გადაუფორმა და იღებდა თუ არა საჩუქრად ეს რა არის, იცი? ეს არის ხალხის მაცხრად აგდება. ბიზნეს ედავებიან კი, მაგრამ კახელებს კითხეთ, მთელი კლანი იქ რაც არის. ამ პრემიერის ერთხელ კლანი მთელი მაშინ რა საქმეებს ატრიალებდნენ. მერე მეორეჯერ ვინ მოიყვანა? ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა. არა, ბიძინა ივანიშვილმა ნახეთ რა თქვა, პირველ 4 წელიწადზე მე ვიხსნი პასუხისგებლობას, იმიტომ რომ დასავლეთის წნეხი იყო. მერე იხსნის პასუხისგებლობას, იმიტომ რომ აი ესეთი მექთამეები ისა კორუფციაში ჩაფლულები იყვნენ და ჩვენ რა ვქნათ ხა? რა დასავლეთი კიდე 1-20 წელია ხო? და მე პასუხისგებელი არ ვიქნები. ეს რა არის ვერ გავიგე. პიროვნულად მე არასდროს ბიძინა ივანიშვილი არ შევხებივარ და გამორიცხულია ჩემი ზნეობით. ღმერთმა კარგად აყოფოს თავის ოჯახში და ღმერთმა მოახმაროს სიკეთეში ის ფული. დაანებე ქვეყანას თავი. დაანებე ქვეყანას თქვენ არ იცით ქართველების მომავალი. ამ ქვეყანას არ გაგაყიდიებენ, იცოდეთ? არ გაგაყიდინებენ ქართველები ამ ქვეყანას. ან მოკვდებიან და მერე უკვე დაღუპული იქნება ყველაფერი ჩვენ კი არა უზარმაზარი ცივილიზაციები დროს რო აცდნენ და გონება გაუმრუდდათ
გაქრნენ არა ეს ნუ იმას ვიზავთ ქართული მაინც ვერ გაქრება ხო იცით ლაზარე მე ვიცი აღდგება ლაზარე საქართველოა რატომ მოვკიდე ხელი ქართველთა დიდ გაერთიანებას თან ვაცხადებთ ჩვენ არაფერი არ გვინდა ეს ქვეყანა გვინდა არ გინდათ ეს ქვეყანა არ იქნება ეს ქვეყანა ქართველების ხას უსვამ არ იქნება ეს ქვეყანა ვერ ხედავთ რა ხდება თბილისში გარეთ გამოდიხართ ვაჟა-ფშაველაძე ადრე არ იყო ეს ეხლა გაიარეთ რა ხდება პლეხანოვი გასაგებია არა ვაჟა-ფშაველაძე მე რუსთაველი გასაგებია ეხლა ორი ქალაქი გეკნებათ აზრზე ხართ ძალიან ცუდი ვითარება თუ ოპოზიცია არ მოვი ოპოზიცია არავინ არ არის ნულოვანი საფრთხეა ბიძინასთვის და ოცნებისთვის ეს არის კარგად დალაგებული სისტემა რომელიც ინარჩუნებს ბატონო ბიძინა ისა ბატონო ბიძინა ბატონო დემო ნახეთ როგორი სიტუაცია ეხლა ესეც არ არის შექმნილი ვითარება ხო ის რაც არის თბილისში რაც ხდება ძალიან სუმბურული ყველაფერი საქართველოში ყველაფერი კიდე გეუბნები შეთანხმებულია ყველაფერი არის კონტროლ ქვეშ მე იმიტომ ვარ ასე აგრესიული და იმიტომ წდება გული რომ ახალგაზრდებია მოტყუებული იმ კუდრაჭა უნივერსიტეტების დამპალი იდეოლოგიური მიმართულებების გამო ახალგაზრდებზე წდება გული მოტყუებული არიან ათზე არ არიან რა ხდება იქ უამრავი პატიოსანი კაცი მიდის რაღაცას მაგრამ ნახეთ ახლა უკვე საყვედურს ვეუბნები მთელ იმას არაერთხელ შეუთვალე იმ ახალგაზრდა მოვალ და გინდა 100,000 დაგელაპარ ერთხელ გააპროტესტეთ არაფორმალური მმართველობა ერთხელ გააპროტესტეთ ის უბედურებები რაც ქვეყანაში ხდება აბა რა ჩელიაბინსკი არ გინდათ და ბრიუსელი გინდათ კიდე გეუბნები თავს მასხრათ იგდებთ ეს და ესეთი ისა რუსული ხელისუფლება ჩელიაბინსკი რუსული ხელისუფლება ეს არის წინვალე ტექნოლოგია როდესაც ამაზე შეიძლება მოატყუო ხალხი არსებობს გეოპოლიტიკური შეზღუდვები იმდენად უვიცები თუ ხართ რომ არ იცით რა არის გეოპოლიტიკური შეზღუდვები გეოპოლიტიკური შეზღუდვები არსებობს რომელიც არ ექვემდებარება ქართულ სახელმწიფოს არაფერი არ ემუქრება გარდა ქართველების გონება ყველა მაგრამ აუცილებელი გეოპოლიტიკური შეზღუდვები რომ იცოდეს მაგალითად კარგმა ექიმობა უნდა კარგი ექიმი უნდა იყოს მსახიობი უნდა აბა სხვანაირად როგორ გინდათ ეხლა მსახიობი გამოვიდა ეგრე მომღერალი და გადატრიალი რისი გადამტრიალებელი ის იყო კიდე გეუბნები იყო შესანიშნავად დაგეგმილი გაჭირვებაში მყოფი ელემენტარული რამე იყო გასაკეთებელი ადგილობრივ არჩევნებზე პოლიტიკური აი პატარა ჭკუა ბევრი არ იყო საჭირო რომ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას რომელიც მარტო ზის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტო დავტოვებდით მარტო დატოვებდით და მარტო გამოიმარჯვებდა არჩევნებზე და დაჯდებოდა კიდევ აი გახარიას რა გააკეთეს ხელი შეუწყეს და ნახეთ ახლა წამოიჩიტა დროებით წამოიჩიტა და ახლა დაიწყო ესე იგი ვინ წამოიჩიტა უცნება ისე ცალი ფეხი გაისწორა არა კი მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებს თუ ესე გაგრძელდება ეს არაფერი არ არის დაამთავრებს იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მოიძებნება მინიმალური რაოდენობა ქართველებისა რომელიც ამ ქვეყანას არ დათმობს მინიმალური კი არა ძალიან ბევრი მოიძებნება და მაგის იმედი მაქვს მე მაქვს დიდი იმედი რომ მინიმალური საკმარისია შესანარჩუნებლად რომ ძალად გამოჩნდეს ქართველი და ეს უბედურება აიცილოს თავიდან ხას უსვამ კიდე გეუბნებით საკუთარ თავთან მარტო რო დარჩებით სარკეში ჩახედეთ თავს და ისე იფიქრეთ რა მდგომარეობაშია ქვეყანა პირველი ღია აქტი და დაგიჯინეს არაბი და გითხრა იმ კაცმა პირდაპირ გითხრა ეს და არაბს არ ყოფილიყო გამოსული მე დამაბრალებდნენ იმას რომ შენო ახლა იგონება გამოვიდა ჩართეთ ის გადაახვიეთ მოусმინეთ თუ მაინც სიხარულით შეხვდებით ამათ
მაშინ გონება დამთხეულები ხართ, კიდე გეუბნებით, გადაგვარებული ხალხი ხართ მაშინ. ბატონო დემურ, საქართველოს საკმაოდ ყავს ისეთი ქართველები, რომელიც სამშობლოს დაიცავდა და აი ჩვენი დრო ამოიწურა. ლაპარაკობდა სწორედ ამ ხალხის იმედზე ვარ პირადად და ამ ხალხის იმედზე უნდა იყოს ეს ქვეყანა სხვა გამორიცხული. იმედი მოგვიშალოს ღმერთმა. დიდი მადლობა ბატონო დემურ, საინტერესო საუბრისთვის, მსჯელობისთვის და მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევად.